30 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, წმინდა სინოდის წევრ მღვდელმთავრებთან ერთად საკვირაო ლიტურგია ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში აღავლინა. წმინდა ლიტურგიის დასრულების შემდეგ საქართველოს ეკლესიის მწყემსთავარმა ქადაგებით მიმართა მრევლს, როგორც უწმინდესმა ბრძანა, ღირსი მამა გაბრიელ აღსარებელისა და სალოსის წმინდა ნაწილებს სამების ტაძრიდან 1 აპრილს საღამოს 5 საათზე სამთავროს ფერისცვალების სახელობის დედათა მონასტერში გადააბრძანებენ. ღირსი მამის წმინდა ნაწილების საფლავიდან აღმოყვანება 22 თებერვალს მოხდა, საიდანაც ის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გადააბრძანეს. 24 თებერვლიდან კი გაბრიელ აღსარებელისა და სალოსის წმინდა ნაწილები სამების ტაძარშია დაბრძანებული. ამ ხნის მანძილზე არ წყდება მომლოცველთა ნაკადი. საქართველოს სხვადასხვა ეპარქიიდან ჩამოსული მრევლი სიწმინდეს 24 საათის განმავლობაში მოილოცავს. ქადაგების დასრულების შემდეგ უწმინდესმა და უნეტარესმა პატრიარქმა სოფელ ბურიანის წმინდა სვინკლიტიკიას სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი იღუმენიას ხარისხში აღამაღლა. სახელითა მამისათა დაძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი. დღეს არის სედება ღირსისა მამისა ჩვენისა იოანესი კიბისაღმწერელისა. ეს არის სულიერი კიბე, რომელიც დგას ყოველი ადამიანის წინაშე. ამ კიბეს აქვს ორი გზა, ერთი ზემოთ, მეორე ქვემოთ. ბედნიერია ის ადამიანი, რომელსაც შესწევს ძალა, რომ მიაროს მაღლა. უპირველეს ყოვლისა ადამიანს უნდა გააჩნდეს ჭეშმარიტი სარწმუნოება, სიყვარული, სიხარული. მოდის ამის შემდეგ, ვისაც აქვს ჭეშმარიტი სარწმუნოება, ღმერთი აძლევს მრავალ სიკეთეს. ჩვენ ცხოვრობთ ძალიან რთულ დროს, როცა ხალხმა დაივიწყა რა არის ნამდვილი ფასეულობა, რას უნდა მივსდევდეთ. ჩვენ ცხოვრობთ ისე დროს, როცა ცოდვა აღარ ითვლება ცოდვად, როცა პირიქით სიკეთე უარყოფილია. ჩვენ ცხოვრობთ ისე დროს, როცა ადამიანი განსაკუთრებით ხედავს ხის ცოდვებს, განკითხვაშია და თავის ცოდვებს ვერ ხედავს. აი ამიტომა, რომ ღირსი მამა ეფრემასური ამბობს, ხეუფალო, მომანიჭებე განცდა თვის და ცოდვათა და არა განკითხო ძმისა ჩემისა. მაინც რა ხდება, რატომ ჩვენ ხედავთ უფრო ხის ცოდვებს ვიდრე ჩვენისას. ალბათ ბუნებაშია, ეს დაცემის შედეგია, ადამიანსა და ევას დაცემის შედეგი. მაგრამ ის
რომელიც განიკითხავს სხვა ადამიანს ის თვითონ ვარდება იმ ცოდვაში. აი ერთხელ იყო შემთხვევა აი ერთი კვირის წინ მე მოვედი აქა და იმ დროს როცა წირველოც არ იყო ხალხი ბევრი იყო და ერთი ქალბატონი მეუბნება მე უწმინდესო სულ თქვენს განკითხვაში ვარო მე ვკითხე მას რომ რას ხედავ მეთქი რატომ ხარ განკითხვაში და უკან წავიდა და არ მითხრა და მართალია საკითხავი ბევრია ჩემში და ნაკლი ბევრია ჩემში მაგრამ აი ასე თქმა პატრიარქს რო ეტყვი რომ შენს განკითხვაში ვარო ისაც უნდა უთხრა რატომ ხარ ისაც უნდა უთხრა რას ხედავ რომ იქნებ მე ვერ ხედავ და ის ხედავს აი ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ადამიანი ჩვენ ცხოვრობთ ისეთ დროს როცა ჟამი ახლოს არის ჟამი ბოროტია დრო ბოროტია და ადამიანი თვითონ დგება უკვე თითქოს ხედავთ რომ არის მარჯვენა მხარე და არის მარცხენა მხარე თვითონ ადამიანი დგება ან ერთ მხარეს ან მეორე მხარეს არავინ არ აიძულებს არც უფალი არც ადამიანი თუ შენ აკეთებ სიკეთეს თუ შენ გაქვს თავმდაბლობა და მორჩილება და ღმერთი გაძლევს მადლსა ღმერთი გაძლევს იმდენ სიხარულს იმდენ სიკეთეს რომ აუცილებლად შენ დასდგები აუცილებლად მარჯვენა მხარეს მარცხენა მხარეს ვერ აიტან იმიტომ რომ იქ ღვარძლია განკითხვა იქ არის შური იქ არის ურწმუნოება იქ არის ყოველივე ბოროტი აი ამიტომ უნდა გაუფრთხილდეთ ერთმანეთს უნდა გაუფრთხილდეთ ერთმანეთს და ასე უბრალოდ არ უნდა უთხრათ რომ მე შენ გაგიკითხავ თუ ეუბნები გაგიკითხავ ისაც უნდა უთხრა რატომ განიკითხავ ერთხელ იყო ასეთი შემთხვევა ერთი ადამიანი მივიდა კალისტრატესთან ჩვენი პატრიარქი მზადდებოდა ცნობილი თავისი დიდი ღვაწლით 20 წელი იყო 32-დან 1932-დან 52-მდე იყო პატრიარქი აი ეს მთელი 37 წელი ეს მთელი დაჭერები და დახრეტები სულ იმის დროს იყო და მივიდა ერთი ადამიანი და ეუბნება მას
შეხარ იუდა და იმის მაგივრად რომ უწმინდესი და უნეტარესი აღელვებულიყო მან უთხრა მე იუდა არა ვარ მე ვარ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი აი ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ განკითხვაში როცა შეიძლება მართლაც სოძვილია ადამიანი მაგრამ და შეხედავ იმის ნაკსა მაგრამ შენ იმას ხო არ ხედავ როგორ ინანის როგორ დასტირის თავის თავს და აი ამიტომ სიფრთხილეა საჭირო ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა ძალა მოგცეს სულიერი ძალა მოგცეს რომ დავინახოთ ჩვენი ცოდვები და არა განვიკითხოთ მოყვასი ჩვენი დღეს ჩვენ ვაჯილდოებთ სოფელ ბურიანში ეს მცხეთის ახლოს არის წმინდა სიკრიტიკიას სახელობის დედათა მონასტერი იქ წინამძღვარია მონაზონი ანთია და დღეს გადავწყვიტეთ ჩვენ რომ ახვანილი იყოს იღუმენიას ხარისხში აქსიოს 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 შეგახსენებთ ასევე რომ სამშაბათს ესე იგი ზეგ 5 საათზე საღამოს 5 საათზე გუში ნათქვამი იყო 7 საათზე მაგრამ გვიანიაო და ამიტომ ცოტა გადმოვწიეთ საღამოს 5 საათზე ღირსი მამა გაბრიელის დეშტი იქნება გადასვენებული სამთავროს დედათა მონასტერში სადაც ის მოღვაწეობდა ზეგ 5 საათზე და ასევე შეგახსენებთ რომ მომავალ ორშაბათს ესე იგი ხვალის სწორზე არის ხარება პავლაწმინდისა ღვთისმშობლისა და მოგვიახლოვდა ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული და ღმერთმა ბედნიერი აღდგომა გაუთენოს საქართველოს ჩვენთან არის ღმერთი